დედიკო ჩაუწიეთ ხო? დედა როგორ გაჩიჩიო? ეხა მოვედით ძირფასებო, ცეკვაზე მყავდა გეგა. ხო და მოვედით. ნახეთ, ადაც მყავდა სხვათა შორის. სიცხე არა აქვთ და გეგას უკეთესობა აქვს, მაგიტო წავიყვანე, ასად დაუგდია გაჩები. ადა ფეხისველი ხო არ ქონდა დედი? ნანა. ალა დედი, დედას გული. კაი, ჩემი ჭკვია. ხო და აწი გოდეს რიგია, გოდე რო წავიდეს. ხო და ესე ბანანი მიყიდე 4 ცალი ერთი გოდემ წაიღო. ამათ იმათ მივცემ. მაგრამ გეგას დიც მივცე. მე პატარას დავიტოვე და ადასაც ჩულებრივად შემდება. მოკლედ, რაღაც ცოტა ნაკლიანი რო არის, იმას ჩემთვის დავიტოვებ. ამათ იმას. მაკოფე ვიყიდე ჩემთვის. 13 ლარის არის, ეხლა რაც მოვიტანე ეს პური. აი ესეთი კუპი როა, მეც არ მოვიტანე, ეხლა ერთი პაკი სავსე პურები დავუტოვე ქვემოთ პირველ სართულზე. ძველი პურები. ძველიც რო თქვათ, აი ესეთები რომ მქონდა, ისიც რობიანი იყო და ოდნავ აქ-აიქ. მაგიტომ იმას ვქენი. შეჭამე დედა? ბოლომდე. შეჭამე? ჩემი ჭკვიანი ბიჭი. ის შენია? დედიკო ცივი ხო არ არის მაგით, ცოტას არ დაელოდებით? ბანანი და მაკოფე, მეტი არაფერი არ მომიტანია. კევი ერთი ცალი. ტიროლი. ნელა დალიეთ, ცივი არ იყოს. და არ მანანებინოთ, რომ ვიყიდე ის ერთი პატარაც კი. გაიგეთ? თორე მეტჯერ არ მოვიტან. მოკლედ, დილით ფაფაც გავაკეთე. ისიც ჩაიც ბაჭამე ამათ წამლები მივაყარე და ეგრე წავიყვანე. დილით რო ვთქვა 12-ისკენ ადგნენ ესენი და 2-ის ნახევრისთვის აქედან გავედით ჩვენ. მე ლობიოც მაქვს, სოუზიც მაქვს. ლობიანებისთვისაც ის მაქვს ლობიო შემზადებული და ცომს მოვზელ წამში იქნება 9 საათში ამოვა. ეს ბოთლები დავრჩა და ჩემი ბიჭი დედიკოს რომ მოესწრო უკვე გეგა. აი აქ ვიყავით იმ სანაგვეულგანსთან. აქ არა, მეორე იქეთ. რო დგას პატარა შესახვევი როა ვიწრო სკოლისკენ. იმასთან და გეგამ გავვლუნდეთო დედიკო მე წამოვიღებო და ჩვენ ნელა-ნელა მივდიოდით, გეგა წავიდა, გამოიტანა ისე მოიტანა თავისთვის. მომესწრო. ჭკვიანი ბიჭია გეგა. ოჩარი ბიჭია გეგა. ეხა გოდე 5 საათისთვის მიდის და ამიტომ იმას ვიზამ რა ქვია. ცოტა ეს საათი გაჩერებულია და მავიწყდა ელემენტი. იმიტომ რომ ვიცი სადღაც აქ არის, მუხა მოიტანა. ის გეგა მაჩუქა ის ყვავილი. გასალა დორ გაიფადე. იცი გინდა? გამოდი. შუსტებ ჩაიცვი? ბანანი მომეწონა. მოგეწონადე? კი. მეც. კიდე გინდა დედა? გოდე. კიდე გინდა დედიკო? კაიდე აიხე. კაი, ჭამე დედიკო და ის ერთი ადას. მიდი დედა. ეს ყვავილი გეგამ მაჩუქა იქ იპოვა სადღაც და მოკლედ გუშინაც მოვიტანე 35 ლარის აღარ შარები შეჭამა. კი დედიკო არაფერი არ არის ის ღმერთო დიდებულო ადას ეს შეჭა. კაი არავის ერთამ ჩავაცვე იმას სანამ მოვა აქეთ ტანტარა. ყაცამდე ამასენი ჩაიცვიო სუპერ გოგო. ოი ჩახტე დაზგულები. სულები ის გაიხადე დედიკო რა გინდა. ხოდა ოფლიანი, უი ოფლიანი ხარ, წამოდი. წამოდი გამოგიცვალო. მოდი. გაოფლიანებულა
მოგონება ეს ბევრი ჩავაცვი გარეთ ციოდა და დედასი გოჭუნგულა დედასი დაიცაგზელყოიანი მაიკა გვინდა სად მაქვს ესენი ამხმევთ აკი აი აკი მოდი ამას ჩავაცვი ესეც დაბალზე მქონდა დაყენებული და ღმერთო მეც ცხება ესენი რაც აცვია ადას გოდესები იყო მერე გეგასები და ეხა ადასებია ბიჭის კი ამალა სპორტულებია ასე რომ არაფერი შარალი გეცვას დე საყურე გააქვს ორივე? კი. აჩა. ხვეწება ჯამბული დადექიო, მაგრამ არაფრის დიდებით არ დგება. ეს გეგას უნდოდა სულ. ამას არ ვიცი ხალხო. მე მგონია რომ მინდა რომ სამივე მიცეკოს, მაგრამ იქნება ისე მე რომ მინდა. მოვაწიწკრი მეთქი ხორცი აქვს, მაგრამ არა. დედიკო, ბანანი. ხო, დედი. ხო, დედა თუ გიყვარს, დე. ხო, დე. ბოლო ამდენო ასე აგდებ. ასეთი ჩაგდე, ჩემთვის მაინც მოგეცა. კაირა, დედიკო. არ მინდაო ადამ. ასეთი რო აკიგეთებს აგდებს. დედა. ჩავუგდია. მე მაინც შევჭამდი. ლობიოს ეხა ხალხო წუხელ. გავაცხელებ მეთქი და ცოტა მიმეწვა და მე მგონი სულ მე მექნება ის ლობიო, საჭმელი. მე უნდა შევჭამო სულ, ესე რა შეკიჭამენ აბა. მიმწვარი გემორო აქ. მიკასუპას ეს საცი მოვიტანე თუ არ იცი ეს საცი არის იმის ლაქებისთვის ვიყიდე ვალარად გამოვიწერე ჩგალში ყიდის ერთი გოგო ჩემ დედამთის უთხარი მოაჭერი მეთქი და მოაჭრა მე მგონი ცოტა ხოდა ასე სველი უნდა დაასველოთ ან სველი იყოს ის ნაჭერი სადაც ლაქა აქვს ის ადგილი და იქ უნდა წავუსვათ კარგად და დატოვოთ ცოტა ხანი მერე შორდება ეხა თუ გოდეს ჩანთარო მაქვს მელნიანი იმასაც თუ მოსცილ და მე ჩვეულებრივად გამოიყენებს ხან იმას აიღებს ხან ამას და ასე შემდეგ იმიტომ რომ ლამაზია ის ჩანთაც არაფერი არ სჭირს სულ ახალი ვითა მარტო ეს მელანი რო არ შორდებოდა და დაჩხაბნელი იყო ძალიან აი მაგიტომ იყო რომ ეს ჩანთა ვუყიდე მაშინ თურქეთში 35 ლარად ვუყიდე და სხვათა შორის ძალიან კაი აგე 2 წელი არის რაც დააქვს ექსი მინდა გამოვაცხო. თეცა? ის ჯობია დედიკო, მაგიტომ იყო რომ მამამ ვერ შეიყვანა, ხო გახსოვს? ბევრჯერ გაბრაზდა დედიკო, ბევრჯერ არისო კოდიო არასწორი შეყვანილი.
შენ თავს ვიცავ, შენ რო არასწორი შეიყვანე, ვერ ქნა მამიკო მერე. აი, ჩემი ყავის ის არის. ეს წყალი. დოზა, ოღონდ გადამიდულდა, ეხლა ისე უნდა დავდგა იმისთვის. ცომისთვის. ცეც უნდა მოვადუღო. აქ რამდენი გარეცხილებია რომ გამოვძრა აქეთ. აქ გავხეხე. ეს თავსახური. აფაც. ის პატარაც. რავები. ეს ამისი ყოფილა. აი, შერაქნა იცი ეხადე? ზეგა მომიტანი იქიდან. გუშინ ჩემმა დედამცემმა გამომიგზავნა შაქარი. შაქარში ჩაფლული ასილარი. სულფასი აიღო და ბავშვებსო რამე უყიდეო, ხილი ან რამეო და გეგასთვის არ მაქვს ქურთუკი. ხო და გეგას ვუყიდი ქურთუკს. არა, მოსაცმელი დუდის ან რამე. დადიკა. ის არა ბიჭო, იმას როგორ ავადუღე. არ ჩარგი ზემოთ. გალოყვება. ხო და? მე მინდა რომ დავიდი. არა. დალევდე? თაფლიანიძე დალიე? ძროხის რძეა. კაი, მინდა თაფლიანიძე. კარგი კეთე და დაგილევია და ნახე რას გიზა. ნახე რას გიდა. აივანზე ჩამოკიდე ფეხები. კარგი? მანქანის არ დამისხადე, ხო, ერთი წუთი. ხოდეს არ ვუშვებ რა ვიცი. მეშინია. კი უკეთ არის, მაგრამ მაინც ეს ორი დღე კიდე საქმეა და რომ მომიბრუნდეს. მერე კიდევ წამლები, მერე უარესია რა მოკლედ. ანტიბიოტიკები და რამე ისე რომ დამჭირდეს, მაგის მეშინია. მე და ძადგი პატარაზე. მამია! ამიტომ. რა, კი აი. რა არის დე? დრეგოს კარგი დაგდეთ. ადა არის უფრო ცუდად ყველაზე ხათორე. ამათ. ავასვამდე. კიდე კაკაო გაგიკეთო. ის კაკაო მაქვს სინამ რო გამოგვიგზავნა ფინეთიდან. აი, ხრეკა ისუნია. კიდე ძეში უნდა გავხსნა ოღონდ. ეს გამოიწყდა ფიქრობ თუ მქონდა. ის კიდე გვაქვს დედიკო. ისო იადე მაშინ ავდალი ისინი. დაადე ის გეგამაჩუქა და გაბრაზდება. რო დავყარებო. წინში ჩავდა და შევინახა. წამლები ასადანი მაქვს. და პლუს იმორს ვასმე. კიდე ვაძლევ ამათ. ეხა ამაზე მოგიწევს მე და ადას ჩხუბი. ჩავდე. დედა სულ შპრიცები მაქვს ხოლმე საძებნი. ჩავაგდეობა განეცხილები. სველია და სველი რო ამაგიდო ისე. გავლებ მე.
აქეთ გამომის გამოასყაპილიდან ყველაფერს ხალბატონმა მოკლედ ადასთან მაგიტომაც არის რომ მოქმედებაც გაუჭირდა იმიტომ რომ ნახევარს აქეთ ასხამს თუ რამეს მივცე კანაზე ვდებდრო მე ძალიან გაშლება და შევინახავ კარგი ეს რძელობის იქნება ახლა ზეთი ცოტა მქონია ცომს ზეთი უნდა აუცილებლად ტაიმერი მივარანა დაიდასთან და გამოვართვა რა ვქნა მაიონეზით არ მაქვს მოკლედ რაც მაქვს იმით მოვზებ კაი რაც მექნება იმით მოვზებ კვერცხი მექნება ზეთი მექნება მაიონეზი არა მაგრამ ისედაც მაიონეზის გარეშე მაინც ვაკეთებდი ასე რომ რაც არის ეგ არის მაინც კაი ხაჭაპურები გამომდიოდა აი ეგრე რო გაჩვენეთ ვიდეოში ხაჭაპურები ჩემი აი ეს ხაჭაპურის სანამ არ შეგრილდა მანამ ხელი ვერ მოვკიდე რომ აი გადააბრუნო ან რამე რომ დადებთ всё საერთოდ არც უნდა მიხვიდე რომ ან გადააბრუნო ან რამე ცოტა შეგრილება უნდა დავაწადოთ რო ვჭრიდი მე მიყვარს ეს ცხელი რო დავდო და რო ვჭრიდი იმაზეც მეშინოდა რომ აი მთელი ყველი აქეთ არ გადმოვასხა თქო იმიდან გადმოვყარო თქო ხაჭაპურებიდან ისეთია ბოტასები გაიხად და ჩუსტები ჩაიცვი ბოტასები იქ ლამაზად დადე რა არის კაცეკოს გეგა ილია და დანი აი ძალიან კარგად რო გოდე ხმას ჩაუწე და ის მუსიკებია ძალიან კარგად რო ცეკვავენ ესენი დღეს დანი არ იყო მაგრამ დანი გეგა და გოდე ილია გეგა მეუბნება დღეს დედიკო მე ილია მოვაო ჩემთან სახლში ხოდა ჯერ მერიდება ვერ ვეტყვი რომ მოდი თქო შპალიეც გავაკრავ ოთახში სკამების მოსაცმელი მინდა ისინ ვერ ვეჩხუბებოდი ვედუძღუნებოდი მოხანის რომ მე ვერ წავედი ქალაქში იმიტომ რომ ძალიან მინდოდა რომ წავსულიყავი იმას ავიღებ მეთქი ამ თანხას რომ მივცემდი ნახევარს აიმის დივნის სამეულის რო ვიყიდე ნახევარს რომ მივცემდი მე სკამების მოსაცმელს გამოვართვე მეთქი მაგრამ ხვალ წავალ ჩემა დედამთმა ფული რო გამომიგზავნა გეგას ქურთუქს უყიდი ადასთვისაც მინდოდა ესეთი მოკლე მაგრამ არ გამომივა მე მგონი ორის იმიტომ რომ რამე ხილსაც უყიდი თქო ბავშვებს და ეგ არის ბოტებიც უნდათ ამათი ხა ანდა გეგას კურტკა და ამ ბავშვებს ბოტებს უყიდი გოდესაც უნდა უყიდო მოკლედ რა ვიცი გეგას სჭირდება უეჭველი ვიცი იმიტომ რომ მაცვა არა აქვს და გოდესები რო ეცვა ერთი ეცვა და ის უკვე დაუპატარავდა და ის კიდე დანარჩენი მაქვს ორი მაგრამ ისინი ძალიან დიდები აქვს ჯერ არ ექნება კარგი დიმას ნაჩუქარი ისინი რო აქვს ორი კუთუკები ტუტის ხო კიდე ყველი გამომიგზავნა ერთი ცალი ჭყინტი ორზე შაქარი მაჭარი ლიკას უთხარი ერთად დავიწყებდი მაჭარი
უყურეთ, ეს სულ მე დავლიე მარტო. მართლა. ბოლომდე სავსე იყო და სულ მე მარტომ დავლიე. გუშინ ჩემი შვილი გაგიჟებული მიყურებდა, მართლა უნდა დალიო დიდიკო. აბა რა სიზამნეთ კიდე, ძალიან მიყვარს მაჭარი. თან გუშინვე ვიდეო გადავიღე. ხო და იქ უბრალოდ მე არ მომეწონა იმ ვიდეოში გაბრაზებული ვარ და მოკლედ მაგიტომ არ დავდე მაგ ვიდეოს, თორემ მე გუშინ გადავიღე ვიდეო. ასთე რომ ძვირფასებო როგორ ამოშხეფა შამპანურივით ჩანდა იმ ვიდეოში. მოკლედ წაშლით მე მგონი მაქვს მე ის ტელეფონში და ხამე უკვე როდესაც ამათ დავაძინებ მე მცალია მე უფრო და თუ იმას ვიზამ მოვახერხებ რომ რაღაცეები ამოჭრა და ლამაზად მე დავდო ვიდეოში რაღაც ნაყიდობებიც მქონდა მანდ ეს ჩემმა დედამთმმა რო გამომიგზავნა ისინი და მოკლედ რა ვიცი, ეხა ჩემი დაც მირეკავს, დაიცა უპასუხო. უფრო მეტად რომ მონდომებული ხარ, მაგას არაფერი არ შეგვია. ჩემი დის სიხარული თითქოს და ჩემი სალით განვიცადე მე, სიმართლე რომ გითხრათ ეხლა. სე როგორ ხარო დე? სე როგორ ახარო დე? ეს ვინოა? მოდი აქეთ რო გამოჩდე ისე ილაპარაკე. დედიკო, შენ როგორ ხარო გეკითხებიან? ვინოს მაჭი. ეს მაჭარია დე. მაჭარი. რა ვიცი, ხან ბადაგს ეძახიან, ხან მაჭარი თუ რა ვიცი. მოკლედ, რაც არის ეგ არის. დედი, დე. შენ როგორ ხარ აბა მითხარი? ა? კარგად ხარ? რა თამთა? სადა თამთა? თამთასა ვერ გახვალ შენ. თამთა ორ თვეში პაუზელოდება და შენ კიდე ეხა ვერ მიუხვალ მან. სინდისი ხო უნდა მქონდეს. მოკლედ, ჩემმა და მამირეკა და რაღაცებს აკეთებდა და ის მაჩვენა. ეხა ადუღდა ის რძე და გავუკეთოთ ერთი წამი ამას. იმედია დალევს მართლაო, ჩემი ჭიქით მინდაო. ეს გოდეს აჩუქეს და თამთა. ორია ეს თავისი კოვზი მოყვება. და უყვარს ჩემები არისო, ჩემი ჭიქით დავლევ ესეთი იცის ხოლმე. თქმა, არ ვიცი რამდენი უნდა შაქარი კი და მავიწყდა მასობაში, მაგრამ გავაკეთოთ ასე. სამი კოვზი ეს. ჯერ ახლა ნელა გავხსნი რომ ის კოშტები და რამე არ გაიკეთოს, მაგრამ რითი ამოვიღო ეხლა. შეცება ჩავასხი. სიმღერა არ მინდა? არა დედა, სიმღერა არ მინდა. ჯანდაბაზე დიგო რატომ ბლოკავენ თორე მე უარ დამყავს რაღაცნაირად და ეხა მართლა დღეს და ხვალ ვერ წავიყვან, აზრი არა აქვს, არ წავიყვანო, კვირა შაბათს წავიყვან, ესე ვერ დავტოვებ, გეგას წავიყვან ბაღში და ჩვენ წავალთ. ბაღში რო დავტოვებ გეგას, ჩვენ წავალთ პირდაპირ. იმედი მაქვს ეხა ამათ არ მოუბრუნდებათ ისე გეგას დაგოდეს და მარტო ადამ ექნება წასაყვანი, მაგის იმედი მაქვს. გოდე მოდი აბა დედიკო. აი გაგიკეთ. მიდი. აგეთ დაჯექი აბა და დალიე. მიდი გიყურო. ცხელი ის. მიდი.
მიდიდე. ისინიც რო დამილევდნენ, მაგრამ არ დაალევენ წეს. გეგა, კაკაო გაგიკეთო? კაკაო. კაკაოა დედა მაგი, კაკაო. როგორია დე? მაგარი. ამდენი ორი ხო ჩავყარე ეს მაშინ. ნახო დაბადა. ადასაც გავუკეთე და რაც. მოდი. ბოლომდე დალია დედიკო თუ გიყვარს. იცოდე აგერ ვიდეოს ხო ვიღებ დედიკო? ხოთა იქ მაჩვენებს ზუსტად. ბოლომდე რო დალიე მაგას. ისე გამეხარდა ეხა, მაგრამ ეს ჩემი და ცუდად არის. ანთება აქ. ეხა დედიკომ უნდა მივიყვანო, დედიკო და მამიკო იქ არიან. ხო და დღეს საღამოს უნდა მივუყვანოთო, აწიწავალთო და იმედია უკეთესობა იქნებაო. იმიტომ რომ იმ ჩემხარ დას ერთხელ ის აქ წყალი უკვე ამოღებული ფილტვებიდან და ძალიან მოსაფრთხილებელი აქ. მაკიტოა დედიკო იქ როა ეშინია ხოლმე, მამიკო ეხმარება ეგ სახლში. ამას ავავსებ და გავუყოფ იმათ და ცოტა რძე დამრჩა. ცოტა დამრჩა მართლა რძე. ხა გავსინჯავ მე გემოს. თუ როგორი ისაა. ადას და გეგას გავუყოფ. აია. ორი კოზი შაქრის მეტი არ დომებია. აი. ამათში ჩაუსხა. ჩავულებ საწრუპებს ორივეს. იმედი მაქვს ხალხორო დალევე. გეგას ლურჯი, ადას ვარდისფერი. აი ასე. ეს ადას. ეს გეგას. აი ასე. წავ. ადა! დიდი, მოდი საწრუპით. დედიკო შენ ეს ვარდისფერი საჭირვით. ნახე და გემრიელია, მოდი გეგა. სუპერ! აკაჭეკი გეგა. ო, კან. დაიე, ეს შაიდა ცხელი არ არის. მიდი. მიდი. აი ესე. აბა ვინ გაასწრებს იმას მერე საჩუქარს გავუკეთე. აბა ვინც დალევს? მე. ყველას მერე დედიკოს საჩუქარის გავუკეთებს. მიდი დე. გასწარი ბიჭებს დე აჯობე. აი ასე მოური უნდა, აი ასე. მიდი დე. აი ეს უნდა მიდი 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 დედა მიდი გემრიელია გეგა გოდი აბა მაჩე რამდენი დაგჩა ყოჩა აბა გეგას რამდენი დაგჩა
ეს ჩუსტები. გოდე დედიკო ჩუსტები ერთი გაცვია მარტო. ოჩახდე. თუ საწყობი არ გინდა წავიღო. კაი. ოჩახდე და ისე დალიე. აქ უყურეთ. თეთრეული ცი მაქვს. ბოლომდე არ დაასხათორე გავბრაზდები. არ უნდა და თუ არ გინდა დატოვე მან და სხვას მიეცი. მარა გოდე არა არ დალიოთ იმას დანალევი, იმის დანალევი. ხო, ეს მაჭარი. ლიგას ვეუბნები დროულად მოდი და დავლიო თორე ეს კი დამიღვინდება მანამდე თქო. მაგრამ არა მაგარია. ძალიან მაგარია მართლა. მოკლედ ესე. არაფერი არ ხდება მედი ჩემთან. ეხლა მოკლედ ძალიან მიხარია რომ კაი ყოჩახ მომიტანე აბაჭიქა ვაჩვენოთ რომ გეგა მაჯობა ყველას. ვინც მორჩი ჭიქები მომიტანეთ. მე მორჩი, სიადე. სიადე. ოჩა. დალიდი და ესიც. არა მამა. სათუ კაი. კი დედა მამა მოიტანს. ხვალ. მამიკო მოიტანს ე. სამი უნდა ვუსაჭურო. აი ძალიან ცუდი ჩვევა მაქვს ეგ რომ ადამიანს როცა რაღაცას შევპირდები უნდა გავაკეთო. და სხვათა შორის ყველაზე ეგრე ვარ. მარტო ჩემ შულზე არა და ჩემს საყვარელ ადამიანებზე თუ იმეს რამეს პირდები რომც მე იმას ვეჭხუბო ვემდურო რაღაცა ის ჩემი გასაკეთებელი უნდა გავაკეთო იმიტომ რომ ეს მქონდა ნათქვამი თქო არ ვიცი მოკლედ ძალიან უაზრო წესი მაქვს თუ ჩვევა. არსონს ხო არაფრით არ დაგილევს. ზოგჯერ ამათ ჯინაზე რას არ გააკეთებს, აი ხა ხო არაფრით არ დაგილევს ამას. კიდევ კაირზე გამოვიღე. კიდევ დავალევინება მათმაში. მაგარია მაჭარი. მანამდე შაშან მე მგონი შაშან იყო მაჭარიო და ის უკვე დაღვინებული იყო ის არ მომეწონა და ეს მართლა მაგარია. ძალიან მაგარი და თან ცივი ხო. კუჟინაც რამდენი დავლია აი ის რაც აკვდა სუხომე დავლია და მოკლედ ცოტა იმას ანუ სიძლიერე აქვს რაღაცნაირად ცოტა თავფლუს დაგახოს. გეთია. მამა ჩემს ეუბნება თურმე იქ კიდე ერთი ხელოსანი კაცი რომ რა გინდაო კაცო იქეთ 35 ლარიხისო აქ გალესვა თუ რაც და მამა ჩემი და ისინი მახსოვს მე რვალარადაც რო აკეთებდნენ და თუ ახლობელი იყო 4 ლარად წარმოიდგინე მე იმ ფულის ამოღებაც რო გიჭერს ადამიანს ნისიათ რო აკეთებ და თან ფულის ამოღება რო გიჭერს ან და მოგიგდებენ 100 ლარი 50 ლარი და ასე შემდეგ ხო და მე გამუშავებო აქო ჩემთან იმუშავეო და სულ არისო სამუშავებიო და დარჩიო უბნებადურმე მამა ჩემს
ისეთი ლამაზია ეხა მაჩვენა ჩემმა და რაც დაეხმარა მამიკომ. მეორე სექტემბერში ან მომავალ წელს მოვალო მერეო და მერე იქეთ ანუ კახეთში ხო იცით როგორც არის სახლი არის და აქ პატარა ის წყლის გასასვლელი რო არის რა ქვია მაგას ხელესავით არის პატარა ეს ისიც ჩაბეტონებულია და იქ წყალი რომ მიედინება ის არის და მერე ტრასა ჩვეულებრივად მანქნები დადიან იქ აქვთ მარნის ოთახი ხა შეცვალა ჩემმა და ხო და იქ ზალას გავაკეთებო კიდე დიდი ზალა მექნებაო იმას იძახის ხო და თან იქეთ მხარეზე გავაკეთებ კიდე კარსო კარი აქვს პატარა მაგრამ დიდკას ანუ ორ კარს ალბათ ორი კარი რო იყოს რკინის ან ერთი დიდი იყოს და რკინის რო იყოს აი ესეც გავაკეთებო და მოკლედ რამდენი წელი არ ყოფილა აი რამდენი წელი რაც თბილისში არა თბილისამდე ხო სახლში იქ მუშაობდი დემოში რომ მუშაობდი მაღაზიაში რომ მუშაობდი მაღაზიის მერე დავიწყე დემოში უცებ მერე დემოდან უცებ თბილისში წავედი ანუ კი რა თქმა უნდა იქ ვიჩხუბე და ისე წავედი დემოში მაგრამ სადღაც 1 თუ 2 თვის მერე წავედი არ მახსოვს თვენახევრის მოკლედ მაისის თვე იყო რომ წავედი და მადლობა ღმერთს რომ მხოლოდ 1 თუ 2 დღე მომიწია ტირილი დანარჩენი გამიმართლა და სამსახური ვიშოვე აი თითქოს და როგორი იყო ჩემთვის იცით ეხა რომ ემიგრანტები არიან სხვა ქვეყნებში ჩემთვის იყო ისეთი იმიტომ რომ არასოდეს არსად მარტო ნამყოფი ან გარსული სახლიდან მე არ ყოფილვარ აქედან გამომდინარე ძალიან რთული იყო ჩემთვის მეტრო გინდა რამე გინდა არაფრის აზრი არ ვიყავი კი თბილისში ცხოვრობდი 2 წელი მაგრამ ყოველთვის აი სხვას დავყვებოდი და აი არც კი არაფერს არც ვაკვირდებოდი და არაფერი არ მისწავლია მაგალითად მაგრამ ხშირად მაინც არ ვიყავი გარეთ ეხა ვიძახოდი იმას რომ რამოდენიმე წელი ეხა და სკოლაში რო წავა და მეორე კლასელი რო იქნება ან თუნდაც ჩვენ თუ კიდე ვერ მოვახერხეთ ბინის ყიდვა მერე გადავიყვან მეთქიან ბავშვებს ბებიასთან სოფელში და მეც წავა სხვა რა გზა არ თუ ასე მუხას ხელფასით არაფერი არ გამოგვივა ჩვენ და ვერ მოვახერხებთ რა თქმა უნდა იპოთეკით ორი ხა ხელფასიდან მოსაკლოვებელი ფული ვის აქვს ისედაც ხედავთ კი ბევრს არ გაჩვენებთ რომ მე სულ მიწერდნენ ხოლმე და ბევრმა ჩემმა გამომწერმა ძალიან კარგად იცის რომ აი წუწუნებ სულ ასე სულ ისე ამიტომ არ ვამბობ ბევრ ამას და არც გაჩვენებთ მაგრამ მარტო მაგით სახლს იყიდიო ეს არის აი როგორი იცით სამი ბავშვი ყავს ცეკვა მარტო ცეკვა მეცადინებაზე მე დღეს გავიღე ინგლისური ცეკვა ორი ბავშვი 150 ლარი მარტო ეს მერე ბაღში ხან 20 ლარი დავდე რაღაცის ხო და მოკლედ იმას ყვებოდი რაც იზრდებიან ბავშვები მით მეტი უნდათ ერთის ხელფასი და ეს ჩემი ამ თვეშიც არ ვიცი არ მგონია რომ გადავწრე არ ვიცი მოკლედ ეხა მაქვს 59 ევრო და რა დარჩა ამ თვეში ვერ გადავლახარ წინა თვეშიც მეგონა ვერ მაგრამ წინა თვეში გადავედი და ამ თვეში მქონდა ხელფასი მაგრამ ეხა ძალიან არ მგონია რომ გადავწრე ვერ ასე რომ ამით ვერაფერს ვერ იზამს ადამიანი სახლს იყიდი კი არა ესე ჩემოკარგებო ყველაზე კარგი სპეციალობა არისო დღეს ერთ ბლოგერ გოგოს მოусმინე YouTube-ზე არ არის მე მგონი ის გოგო Instagram-ზე ან TikTok-ზე მგონი არ ვიცი ძალიან ბევრი დაიკლო წონაში გოგომ და იმას მოусმინე აი რაღაც ხელფასთან დაკავშირებული კითხვები რო ისმისო სულ აგერ გეტყვითო თუ კარგი სპეციალისტი ხარო ამ ფრჩხილების მანიკურებს ვინც აკეთებსო შილაკი და რაღაცეები იმათ აქვთ თვეში 7000 ლარი მაინც
ხელფასი. ეხლა ყველას ეგეთი ვერ ექნება, იმიტომ რომ უნდა ყავდეს მაშინ ყოველდღიურად კლიენტი, რომ ამდენი გააკეთო, მაგრამ მაინც ჩვეულებრივი ნებისმიერი ადამიანისთვის ეს რომ ისწავლოსო, სან კარგი ხელფასი გამოვა. ეს თან ისიც დაამატა, რომ ის არაო რომ აი აქ ყველა მიცის და ასე და ისე თუ კარგად ისწავლე, რა თქმა უნდა, შენ მეტი კლიენტი გეყოლება, ასეა. ვინც კარგად აკეთებს, რა თქმა უნდა, მეც იმასთან მინდა, ხო? მაგრამ ჩემგან არ გამოვა. მე არ გამომივა მაგ. არც მომინდომებია და რა ვიცი, ესე გავიძახისო, არ გამომივა. უნდა იცოდე ხატვა, უნდა იცოდე რაღაცა და ჩემს თითებს არ შეუძლია მსგავს რაღაცეები. ასე რომ ვისაც ეგ შეუძლია ძალიან კარგი. იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ძალიან კარგი თანხა იქნებათ. YouTube-ზე ამას ვფიქრობდი მე, თავიდან რომ მოვედი, მაგრამ გაქვს კარგი ვიდეოები, კარგი ნახვა, გაქვს ხელფასი. არ გაქვს, არა გაქვს ხელფასიც. ასე რომ რა ვიცი რა ვთქვა. არც ვიცი. საღლიდან მე ვერ გავდივარ, რა გადავიღო? გუშინ ვეჯუჯღუნებოდით, ხო გითხარით, იმიტომ ვეჯუჯღუნებოდი, რომ მინდოდა ძალიან გასვლა, თვეში ერთხელ მაინც ქალაქში. აი, მათ გამომინდოდა უფრო, რომ მომეტანა სკამების ხვალ წავალ თუ აქვს ხვალ გამოვაცვე, მაგრამ ეს მუხა ის უწამოვიდა, არ ვიცი, მოკლედ გეგას წაყვანა, მინდა, იმიტომ რომ ესე ვერ ვუყიდი მე თვალით. დიდიც რო უყიდო, ეგეც არ მინდა. ნორმალური ზომა მინდა მომავალ წელს რო გამოადგეს ეგეთი. იმიტომ რომ გოდეს შარშანაც უყიდე, წელსაც აცვია ჩვეულებრივად. წელს არ ვაპირებ ყიდვას, ვეც უყიდი. მომავალ წელს კი დასჭირდება და იმიტომ. წავედი. ბევრი ვიქაქანე ეხა მე. წავედი აბა დროებით. თუმი უნდა მომცომო თორე. ეგა მომთხოვს ლობიანს კი სულუზი მაგ, მაგრამ მოკლედ წავედი. მერელი კაცი მოვა და ასთე რომ წავედი დროებით. ბედნიერ დღეს მშვიდობიანს, პოზიტიურ დღეს გისურვებთ ყველას.